გამარჯობა ნიკოლას. გაგიმარჯოს, როგორ ახარ? კარგად, თავად. შესანიშნავად ლეგენდარულად შემართებით და ძალიან მიხარია რომ მაგარ საქმეს ვუყრით ახლა საძირკველს. რო უთხრათ მაყურებელს ვინ ვართ და რას ვაკეთებთ. დაიწყე. ნიკოლოს ხომასურიძე, რეჟისორი, პროდიუსერი და სცენარისტი და აი ახლა ძალიან მინდოდა გაგვეკეთებინა კინო პოდკასტი. რომელსაც ჯერჯერობით სათაური არ აქვს და ამიტომ დაგიკავშირდი შენ რომ ერთობლივად, იმიტომ რომ შენ ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანი ხარ კინოში, ძალიან ბევრი ინფორმაციას ფლობ და მე ვფიქრობ, კარგი გადაცემა გამოგვივა კინოზე, რადგან ქართულ კინოს დღეს ჰაერივით ჭირდება ბევრი საუბარი. პირველ რიგში ბევრი საუბარი, რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა ისაუბროს. ახლა შენ გისმენ. ლაშა დარდაგანი, კინო მიმომხილველი, მეც პროფესიით კინორეჟისორი, მაგრამ შენგან განსხვავებით არ მაქვს გამოცდილება სრულმეტრაჟიან ფილმზე მუშაობის, ჯერჯერობით ყოველ შემთხვევაში იმედს ვიტოვებ. ყველაფერი წინაა? მაგ გადაღებული რამდენიმე მოკლემეტრაჟიანი ფილმი, მაგრამ მე რო ჩამყლაპა ტელევიზია 25 წლით ვეღარ გამოვძვერი და კინო მიმომხილველი სხვადასხვა არხებზე ძალიან მაგარი გადაცემა გაქვს გაკეთებული სიუჟეტი. ზოგჯერო კინო მწოდნე ხარ და კინო მწოდნე არ ვარ. მაგას ძალკე პროფესია აქვს, ძალკე სწავლა უნდა მაგას. მე ვარ კინო მოყვარული. უფრო ესე ჯობია რომ ითქვას. და აი ხო დღეს ვიწყებთ ჩვენ ფაქტიურად ნებისმიერ ადამიანს, ვისაც კინო უყვარს, კინოში მოღვაწეობს და გეგმავს რომ შემდეგშიც თავისი ცხოვრება დაუკავშიროს კინოს, ჩვენ ბედნიერები ვიქნებით რომ მოვიწვიოთ როგორც სტუმრად, ასევე ჩაგვერთოს გადაცემის კომენტარებში, იყოს ჩვენი გულშემატკივარი და ძალიან მინდა რომ მე იმედი მაქვს ჩვენ ამას ძალიან კარგად შევძლებთ და ერთობლივად შენი მხრიდან მე ჩემი მხრიდან და ჩვენ ერთობლივად და ძალიან ბევრი ადამიანი კომპანია რომელიც შეიძლება შემოგვიერთდეს ამ საქმეს ძალიან კარგად დაუძრავთ და ყველანაირი რესურსი აქვს ამ ქვეყანას რომ იდეალურად იყოს კინო წარმოება, რაც სამწუხაროდ დღესდღეობით არ არის ძალიან ბევრი მიზეზის გამო და ამ მიზეზებზე და სავარაუდოდ მის გამოსწორებაზე და განვითარებაზე გვექნება ძალიან საინტერესო საუბრები. ჩვენ დღეს მხოლოდ ორნი ვართ ახლა, მაგრამ შემდეგ გადაცემაში უკვე სტუმრები გვეყოლება, მაყურებელსაც შეუძლია რომ შემოგთავაზოს ვისი ხილვა სურს, ჩვენ რამდენიმე ბლოკად გვექნება, ასე ვთქვათ, გადაცემა დაყოფილი და მე ვფიქრობ რომ მარტო რეჟისორები, პროდიუსერები და მსახიობები არ უნდა იყვნენ, უფრო ბიზნესმენებიც უნდა იყვნენ. აუცილებლად. და საერთოდ კინო არის ბიზნესი რა, მოდი შევთანხმდეთ პირველ რიგში საქმეა რა, ამ საქმე უნდა იყოს, რომ ამ საქმე მე აცოცხლოს კინოწარმოება. არტ-ჰაუსი ცოცხლობს კომერციული კინოთი რა, ეგ არის ყველა ქვეყანაში ეგრეა და ეხა ველოსიპედს ვერ გამოვიგონებთ. არტ-ჰაუსი არ იქნება, თუ არ იქნება კომერციული კინო. თავისთავად და ხელი ხელს ბანს რა. ასევე სახელმწიფოს, ანუ ის ვინც კინოს პოლიტიკას განსაზღვრავს, სახელმწიფოში ის ხალხიც უნდა მოვიწვიოთ, ანუ კულტურის სფეროდან, კინოცენტრიდან, განათლების სფეროდან და აი ეს ყველაფერი შეჯამებულად ვფიქრობ, რომ პირველ რიგში ჩვენი ქვეყნის განვითარებას წაადგება და კინო სადაც განვითარებულია, ეხლა შენც იცი, ის ქვეყანა ბევრად უფრო განვითარებულია ყველა მიმართულებით, ვიდრე ის, სადაც არ არის განვითარებული და საქართველოს აქვს ყველანაირი შესაძლებლობა ძალიან კარგად განვითარდეს და აი ნიკოლს პირველ რიგში რაც მაღელვებს მეც და შენც ალბათ ყველას ვისაც კინო უყვარს, ქართული კინო, ვინც კინოში მუშაობს, სად ქრება ფილმები პრემიერის შემდეგ. ანუ ვნახეთ, მივედით ფესტივალზე, ან მივედით პრემიერაზე და დამთავრდა. იმ საღამოს ლამაზად ჩაიარა საღამო და მერე დამთავრდა. სად მიდის ფილმები? რატო არ გვაქვს ის კულტურა, რომ ყველა ქალაქში, ყველა სოფელში პატარ-პატარა კინოთეატრები იყოს, არა ისეთი გრანდიოზული, როგორც თბილისში გვაქვს თავმოყრილი ყველა ერთად, პატარ-პატარა კინოთეატრები, სადაც ადამიანები მივლენ საღამოს, ნახავენ ქართულ კინოს, ანუ უცხოურ კინოს, ამ მნიშვნელობა აქვს, გაატარებენ ლამაზად საღამოს. ანუ სიტყვაზე ადამიანი რომელიც ცხოვრობს სენაკში, უნდა წავიდეს ბათუმში ან ქუთაისში, რომ კინო ნახოს კინოში. ეს ზოგადი პრობლემაა რა, მე პირადად შევეხე ამას, როდესაც 6 მეხუთის კაცი გამოვიდა, მაშინ იყო თბილისში, ანუ კინოთეატრები იყო თბილისში, ბათუმში, ქუთაისში იყო ახალი გახსნილი და ეს არის. იყო დარბაზი საჩხერეში,
და მესტიაში სადაც იყენებენ უბრალოდ იქ სივრცე არის, სადაც იყენებენ ამ დარბაზებს და კეთილმოწყობილი სტარტება ხოლმე მესტიაში კიდე. კი, ეს არის მესტიის მუზეუმი, სადაც არის კინოთეატრი და იქ არის. უბრალოდ ესე ცალკე არ მუშაობს რა, როგორც კინოთეატრი. ანუ კომერციული კინოთეატრი არ არსებობს. არც ერთ სხვა ქალაქში არ არის. ეხლა დაემატა ხაშურში, არ მინახია მე და ძალიან მინდა და ხაშურს ყავს სასწაული მაყურებელი და ერთი სული მაქვს, როდის ჩავალ ხაშურში, რომ ჩვენი ახალი ფილმი ჩავიტანოთ და ადრე იყო ხო, ყველა სოფელში იყო კინოკლუბი და კულტურის კლუბი, სადაც ხდებოდა ფილმების ჩატანა, განხილვა და ძალიან კარგი ამბავი იყო და თბილისში იყო კიდე უამრავი კინოთეატრი, რომელიც მე ვერც მოვესწარი ფიზიკურად, ვერც შენ რა, შეიძლება არა მე მოვესწარი, მე ბევრ კინოთეატრს მოვესწარი. ბევრ კინოთეატრს მოვესწარი. მეც მივლია რამდენი მამაც ჩემს დავუყოვდი ხოლმე, მე ჩვენითაც დავდიოდით, მაგრამ ესე რომ ყველა უბანში არ ყოფილვა კინოთეატრში. არა მარტო თბილისში მოვესწარი ბევრ კინოთეატრს, ბავშვობაში ხა მე თბილისში დავიბადე, გავიზარდე და სამწუხაროდ არც დედის მხრიდან, არც მამის მხრიდან სოფელი არ მაქვს ასე ვთქვა და დასასვენებლად მიწევდა ზაფხულში სადმე ისეთ ადგილზე წასვლა ან ტურბაზაში ან მეგობრის და ჩამოქონდათ ფილმები კი მეც ესე აბსოლუტურად ყველა სოფელში იყო კინოთეატრი აი იმაში კეჩხობში ვისვენებდი და სადაც ვისვენებდი იქაც კინოთეატრი იყო კოჯორში ვისვენებდი სურამში იქ ყველგან იყო კინოთეატრი და მე მახსოვს მთელი ზაფხული ხან კინგ-კონგზე დავდიოდით და ტუცი და რა ძალიან ცნობილი ფილმები კი რაც ანუ თან კინო არ ფუფუნების საგანი არ არის, არაფერი, აი ეს აუცილებელი მოთხოვნილება, რომ ადამიანი თანამედროვე კულტურას ეზიაროს, ხომ? და ყველგან უნდა იყოს აბსოლუტურად. უბრალოდ სად ქრება პრემიერის შემდეგ, ახლა შემდეგ უკვე ეს ფილმის ავტორზეა დამოკიდებული, ხო, რეჟისორსა და პროდიუსერზე. ისინი რა კინოთეატრებში გადის რა გარკვეული პერიოდი და შემდეგ ან ტელევიზიით უნდა გავიდეს, ან ახლა არის კავია პლუსი, იქ იტვირთება ეს ფილმები დღესდღეობით ვამბობ, ან თვითონ თავის YouTube გვერდზე განათავსებენ ხა. მე პირადად ჩემ ფილმებს პრემიერის დროს და შემდეგ სხვადასხვა ჩვენებებს ვაკეთებ, საქართველოს და მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქებში ან ფესტივალზე გავვალთ, ან შენ ხარ იშვიათი გამონაკლისი, შენ ხარ მოწადინებული და შენი ფილმით მოგზაურობ მთელი საქართველოს მასშტაბით და არა მარტო საქართველოს მასშტაბით. 6 მეზე ხანსად იყავი და ხანსად მართლა ფილმს ფოგივით მთელი 80 დღეში მოვიარე დედამიწა. ბევრ ადგილას გავაკეთეთ და ძალიან კარგია. მე მაგალითად ჩემთვის ესაა მნიშვნელოვანი, რომ ან ფილმს ჩემთვის ხო არ ვაკეთებ, მირა შეიძლება მეტ როგორც ქართულ ისე უცხოელ მაყურებელს ანახო გაუზიარო აზრი მოვისმინო რომ მე შემდეგი ფილმისთვისაც გავითვალისწინო და კინოთეატრები არის უმნიშვნელოვანესი და ან ქალაქებში როგორ შეიძლება არ იყოს კინო მაგალითად თელავში არ არის კინოთეატრი ახალციხეში არ არის ზუგდიდში არ არის გორში არის გორში არ არის გურჯაანში არცად არ არის ხაზბში აკეთებენ ახლა მე როგორც ვიცი აი ხაშურში გაკეთო მაგრამ ისე მაყურებელი ისე არ მოძრაობს რა და ამიტომ მნიშვნელოვანია რომ ყველა თუნდაც არ იყოს ყველა სოფელში ამ ეტაპზე აი რაიონულ ცენტრებში რო იყოს უმნიშვნელოვანესია ონში არ არის ამბროლაურში არ არის სენაკი რო ახსენე სენაკს აქვს ულამაზესი თეატრი და თეატრში ქონდა 6 მეშვენება ორჯერ რა და ძალიან მაგარი თავის დანიშნულება აქვს თეატრში კი აქვს ხო წალენჯიხაშია ძალიან მაგარი თეატრი აი ბევრად 16 რა თითქმის ყველა ქალაქი მოვიარეთ და სადაც არ იყო ანუ როგორ იყო იცი ძირთად თეატრებში ქონდა ჩვენება და თეატრში ფონზე არის თეთრი კედელი სადაც არ იყო ფონზე თეთრი კედელი დაახლოებით 15-17 ქალაქში აქ დავამზადებინე ეკრანი ესეთი 6 მეტრი 3.5 მეტრს და სპეციალ შევიმუშავე ფორმატი თეთრი ეკრანის ბანერზე გავაკეთე თავის დახრეტილი ლუვერსებით რომ იქ ჩამოსაკიდებელი ყოფილიყო შემდეგ ამ ყველა ქალაქს დაუტოვე ჩემგან საჩუქრად რომ ეხლა ჩემი ჩვენება იქნებოდა თუ სხვისი შესაძლებელი იქნებოდა რომ ეს ეკრანი შემდეგ დაკიდებდნენ საკიდზე და გაუშვებდნენ ნებისმიერ ფილმს რა ქართული იქნებოდა თუ უცხოური და წელსაც ალბათ ისევ ის ბევრ ადგილას ესე მოგვიწევს, მაგრამ შეიძლება რამე შეიცვალა, არ ვიცი, ანუ ეს იყო დაახლოებით 7 წლის წინ და არ მომატებია კინოთეატრები საქართველოს ხაშურის გარდა, რაც ძალიან კარგია, რომ ერთი ქალაქი მაინც შეემატა, მაგრამ ეხლა ჩვენ აი ამ გადაცემის მიზანიც ეს არის, რომ მოსახლეობამაც სადაც ცხოვრობენ, უნდა მოთხოვონ თავიანთ
ხელმძღვანელობას, ქალაქის ხელმძღვანელობას, რომ კინო იყოს რა. თუნდაც მარტო კინოსთვის მე ვფიქრობ, რომ ხელმძღვანელობა ამას არ უნდა აკეთებდეს. უნდა აკეთებდეს ბიზნესი ამას. და ბიზნესი რომ აკეთებდეს ამას, უნდა კონდეს ხელშეწყობა ზუსტად იმ ხელმძღვანელობისგან. შენობა ხო გჭირდება ცოტა ძვირი, ანუ თუ მხოლოდ ბიზნესიდან გააკეთებ, უფრო ანუ ეს ქველმოქმედების სახით მაინც უნდა იყოს ხვდები. ეს შენობა გჭირდება, კინო მოწყობა, ანუ პირველ ჯერზე რაღაცა უნდა გააკეთოს ქალაქის ხელმძღვანელობამაც ბიზნესთან ერთად და ხალხთან ერთად თუ უნდათ რომ აი 200 კაციანი, 100 კაციანი თუნდაც კინოთეატრი ნებისმიერ ქალაქში უნდა იყოს რა. არაფერი არ არის, ანუ თეატრი თუ არა, კინო რატო არ უნდა იყოს, ხო? ანუ არა, მთავრობისგან ხელშეწყობას იმას გულისხმობს ზუსტად ბიზნესის, რომ სიტყვაზე გადასახადებიდან გაათავისუფლო პირველად ეს საკანონმდებლო მიმართულება, რომელიც ასევე შესამუშავებელია და გეთანხმები მაგას. რაღაც პროექტივით რო იყოს, რა კინო ყველა სოფელში, ან კინო ყველა ქალაქში, რომ ბიზნესი დაინტერესდეს, რომ აი მე მთავრობა ხელს მიწყობს, რომ დავიწყო და ნუ რაღაც პირველად ეტაპზე არაფერს არ მახდევინებს სიტყვაზე ვიძახი. და ვაკეთებ რაღაც სიტყვა ჩხოროწყუში ვაკეთებ კინოს, ხო? ჩხოროწყუში ვიყავით, არის იყო, ეხა არ ვიცი, ალბათ იმედია იქნება, მთელი გულით მოვიკითხავ. კინოკლუბში გავაკეთეთ, ეს უნდა გენახა რა, ამ ადამიანებს როგორ უნდათ რომ კინო კონდეთ და კი, ვიცი, მე ყოველ წელს დავდივარ იქ. პატარა თოლის მხრიდან იქ ყოველ წელს მიწევსია. სივრცეში რაღაც პატარა ეკრანზე და ყველანაირად ყველა მაქსიმალურად თუ ვინმე თხოვა ექვთიმეშჩვენება, ყველგან ვაჩვენეთ და ყველგან ჩავედით და ჩვენი ხარჯით ჩავდიოდით. ბევრჯერ მისაუბრია ჩხოროწყუელებთან და მუხურში დავდივართ ხოლმე ძირითადად და იქაურ ახალგაზრდებთან, ჩემხელებთან, ჩემზე პატარებთან. ბევრჯერ მისაუბრია, აი საღამოს რას აკეთებთ, ხო? საღამოს მოსაღამავდა, მდინარისპირას დავჯექით, რაღაც ჯოკერი ვითამაშეთ, ცოტა ლუდი დავლიეთ და დამთავრდა, შო, მოსაღამავდა და დამთავრდა, წახვით დასაძინებლად. ანუ ის არ არის რომ სადმე წავიდეთ, გავერთოთ რაღაც ან კაფეში დავждეთ, ან კინოს უყუროთ, კინო მარტო იცხო არ არის, მიხვედი ფილმი ნახე. ხო, ანუ იქ შეკრების ადგილია. შეკრების ადგილია, ხო, აზრთა გაზიარება. იმ კინოს მერე წამოხვალს ასეირნოთ რაღაცა, ვიღაცას გაიცნო, ვიღაცას დაპატიჟებს. ეს არის მთელი კულტურა და ეს იყო, თან ეს ეხლა ხო არ ვიგონებთ, ეს იყო. ახლახანს იყო სულ რაღაცა, ხო, აი ისტორიულად რო შეხედო. ხო, ცოტა 30 წლის წინ. 30 წლის წინ ეს ყველაფერი იყო და ახალ ველოსიპედს არ ვიგონებთ. და ეს უნდა დავაბრუნოთ, როგორ დავაბრუნოთ, ამას ვერ დაავალებ ახლა მთავრობას, რომ კინოთეატრი ამიშენე. მაგრამ სამაგიეროდ მოსთხოვ რომ ხელი შეუწყო, ხო, ადგილი გამოგიყოს, გადასახადებისგან გაათავისუფლოს სიტყვაზე პირველ წელს. და აი რაღაცა ხელშეწყობა ჭირდება, რაღაცა ბიძგი ჭირდება ბიზნესს, რომ ეს დაიწყოს და ბიზნესი დაინტერესდება, რომ მარტო კინოს ბილეთის გაყიდვა ხო არ არის, იქ არის საკვები ობიექტები მოყვება. ანუ ერთ ბიზნეს მეორე, მესამე, მეოთხე მიყვება. ასევე ღონისძიება მარტო კინო არ, შეიძლება რაღაცა კონფერენცია, ღონისძიება ჩატარდეს იმ ქალაქში. ძალიან ლამაზ გარემოში და მოდი ძალიან კარგი იდეაა. დავიწყოთ, მოითხოვე კინო შენს ქალაქში. ესეთი მიმართულება და აბა ანუ ვინ შემოგვიერთდება რა. საინტერესო იქნება. შენ ახალ ფილმზეც რო შენ ძალიან საინტერესო მაისური გაცვია, ჩემი ერთ მე შენი მაისური შევამჩნია. მოდი ჯერ შენზე, მერე ჩემზე ვისაუბროთ. ჩემი მაისური როკი, მაგარი პროექტი, მაგარი ფილმია. 2026 წელი ფილადელფიაში გამოცხადებულია როკის წლად. და რატო? 50 წელი უსულდება ამ ფილმს. და ეხლა რამდენიმე დღის წინ ვნახე ვიდეო, ფილადელფიის აეროპორტში დადგეს ტომას შონბერგის ის ქანდაკება, ცნობილი როკის ქანდაკება. ეგეთი თავის დროზე 1980-ში დაამზადა 3 ცალი ფილმისთვის. ერთი დგას ეხლა ფილადელფიის აქვია, ხელოვნების მუზეუმის კიბესთან დგას ერთი, მეორე თვითონ სტალონეს აქვს სახში და მესამე იყო შენახური აქამდე და ეხლა დადგეს აეროპორტში. იმის საჩვენებლად, რომ აი ნებისმიერი ტურისტი, აი მილიონობით ტურისტი ყოველდღიურად ჩადის ფილადელფიაში, პირველი რასაც ხედავს, ეს არის როკის ქანდაკება. და მთელი 2026 წელი გამოცხადებულია როკის წლად. მე როგორც როკის ბევრი წლის ფანი, ასე ვთქვათ, და სტალონეს ოფიციალური ფორუმის წევრი, სადაც 20-25 კაცი ვართ უგაერთიანებული მთელი მსოფლიოდან და მე ერთადერთი ვარ არა მარტო საქართველოდან, ერთადერთი ვარ აღმოსავლეთ ევროპიდან ზოგადად. და იქიდან ესეთი ლამაზი საჩუქარი გამომიგზავნეს და ძალიან მაგარი არის. და არა მარტო ეს, როკის ორიგინალური პოსტერი გამომიგზავნეს სტალონეს ხელმოწერით.
თვითონ ახლა სტალონე ძალიან დიდი ლეგენდა არის და როგორც მსახიობი, სცენარისტი, რეჟისორი, პროდიუსერი და თვითონ ფილმის და იცი შენ ამ ფილმის წარმოშობის იდეა. მე ამ ფილმზე ვიცი ყველაფერი. შენ რა გაინტერესებს? როგორ უჭირდა მას, რომ გაყიდა სცენარი და რო არ ათამაშებდნენ თავის ძაღლი რო გაყიდა. სხვათა შორის ეხლა ძალიან ძვირა დაიბრუნა რა. ეხლა იღებენ ფილმს ჰოლივუდში, ზუსტად ეხლა იღებენ ფილმს. მე ვითამაშე როკი. და ეს იქნება ფილმის შესახებ. როგორც ნათლი მამაზე გადაიღეს, როგორც სერიალი რო გადაიღეს, წინადადები, კი ბატონო. ეგრე იღებენ და სხვათა შორის იქ ალპაჩინოს როლში ვინც არის, ეგ ენტონი იპოლიტო თამაშობს, სტალონეს როლს და ძალიან გავს ახალ ფოტოებში რო ვნახე, იმ ფილადელფიის მუზეუმის კიბეზეც არბის და ძალიან ყველა გააცოცხლეს როკის გადაღების მომენტები. და ეს ფილმი გამოვა ასევე 2026 წელს, 50 წელს მიეძღვნება, ასევე გამოვა წიგნი სტალონესი კიბე ქვია, ანუ როგორ მეხვიდე საფეხურებით კიბე ქვია, ესეც გამოვა 5 მაისს და მთელი 2026 წელი მოკლედ ეძღვნება მის ისტორიას და როგორ იღებდნენ ახლახანს აი ამ გადაცემის გადაღება და ჩაწერა სანამ დავიწყეთ შეგხვდა ერთი ადამიანი რომელიც სტედიკამზე მუშაობს. კი, სტედიკამი კი დავით ოდიშარია, რომელიც აუცილებლად იქნება ჩვენი გადაცემის სტუმარი, იმიტომ რომ მე უწყვეტი კადრები მიყვარს ძალიან და სტედიკამს ხშირად ხმარობ, იყენებთ ამ გადაღებებში. ვახსენე ზუსტად რომ პირველი სტედიკამი გამოიყენეს როკიში და გერეთ ბრაუნმა მოიგონა ეს მოწყობილობა და შესთავაზა, არ იყო ამ ფილმის ოპერატორი და შესთავაზა რომ დაგეხმარებითო აი კიბის ვარჯიშის სცენაზე მე ავირბენ მსახიობთან ერთად რა და ნუ ეს წარმოუდგენელი იყო მაშინ 1975-16-ში და პირველ ეს კადრი ეს ცნობილი კადრი რო არის კიბეზე ოპერატორიც მიყვება მასთან ერთად და პირველი სტედიკამი ჩაისახა ასე პირველად კინოში გამოიყენა სტედიკამი გერეთ ბრაუნმა შენ მაისურზე მომიყევი ახლა გააზიარე სიყვარული ეს ჩემი ახალი ფილმია სრულმეტრაჟიანი მხატვრული ისტორიულ ბიოგრაფიული რომანტიული დრამა ესე ჟანრობრივად 2-3 წელია ხო აი 2023 წლის პანდემიის დროს დაიწყო 3 აპრილს დავიწყეთ რა პანდემიის დროს გადავიღეთ აი ტესტ გადაღებები მე ფიზიკურად ვეღარ გავაგრძელე და შევჭერდით და 23 წლის 3 აპრილს დავიწყეთ და 9 ოქტომბერს 2025 წლის 9 ოქტომბერს დავამთავრეთ ასე რომ აი 2 წელიწად ნახევარი გამოვიდა. 20 იანვარს გვექნება ძალიან დიდი პრემიერა და ჩვენც გავაშუქებთ იმას ძალიან კარგად. 22-დან წავა უკვე კინოთეატრებში. ძალიან დიდი და მასშტაბური ფილმი გამოვიდა ვეფხის ტყაოსნის მიჯნურობის 10 თვისებაზეა, სადაც ფილმის მთავარი გმირები ეცნობიან ამ თვისებებს სხვადასხვა ეპოქაში გადასვლით, დროსა და სივრცეში მოგზაურობით და ხვდებიან ამ თვისების მქონე ძველ გმირებს, დავით აღმაშენებელს, რუსთველს, გალაქტიონს, ფიროსმას და მარგარიტას, კლოდ მონეს, დავით სარაჯიშვილს, ოსტატს და შეგირს და აი ესე ერთმანეთში არის გადახლართული ქვეცნობიერისა და ცნობიერის ურთიერთკავშირი. ძალიან საინტერესო სანახაობი. აი რაც გითხარი ჟანრი არ ვიცი რა ჟანრია ეს ახალი მიდგომა, სათავგადასავლოც არის და ნახოთ რა, აი ისტორიულ ბიოგრაფიული, რომანტიული დრამა რა, სათავგადასავლოც შეიძლება დაარქვა რა. ფენტეზიც შეიძლება იყოს, ფანტასტიკაც რა დროში გადასვლა. მისტიური ელემენტი. ხო, ძალიან კარგი გარღვევა იქნება და მინდა რომ ფილმი როგორც ანუ კომერციული ასევე იყოს, ბევრმა მაყურებელმა ნახოს, ბევრ ქვეყანაში გავიდეს, იქ გაყიდვების აგენტებთან ვიწყებთ საუბარს და მინდა რომ თან მოდელი როგორც კომერციული ფილმის და აი როგორი პრემიერა იქნება სასწაულის სანახაობა. ხო, ზუსტად პრემიერაზე უნდა მეკითხა რომ ზოგი შეხომერე ფესტივალებზეც აპირებ ამის გაშვებას და ზოგი ფესტივალი ითხოვს რომ მასთან იყოს პრემიერა და მანამდე არ გქონდეს არსად და აი ეგ როგორ არის ახლა მე გეთანხმები ყველა ანუ სოფლიო პრემიერას ითხოვს უმრავლესობა ეს დიდი ფესტივალების, მაგრამ შენ თუ მხოლოდ შენ ქვეყანაში გაქვს ანუ ადგილწარმოშობის ფილმი, ესე არის საქართველოს და აქ თუ გაქვს ჩვენება და სხვა ქვეყანაში არა, ჩვეულებრივად მისაღები არის კი
ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია პირველ რიგში ქართულ მაყურებელთან ურთიერთკავშირი. ამიტომ აქ გამოუშვებთ 20 იანვარს და სხვა ქვეყანაში არ გაუშვებ და შესაბამისად საერთაშორისო პრემიერა ისე დიდ ფესტივალებს როგორი ისე აქვთ ერთმანეთში უცნაურად. ანუ რაც ბერლინში არის ნაჩვენები, ის კანში აღარ წავა, რაც კანშია ის ვენეციაში არ წავა. წასვლით შეიძლება წავმარ შეიძლება ჩვენება გააკეთო, მაგრამ ეხა ეს დიდი ტოპ ფესტივალებია, ანუ ამ სამში არ ყოფილა ყოველ შემთხვევაში. იანვრიდან რო დავიწყოთ, ტოპ ფესტივალები არის სანდენსიდან იწყება, მერე მოდის ბერლინი, მერე არის კანი, მერე შედარებით უფრო ვენეცია სან სებასტიანი და всё. კარლოვი ვარის ფესტივალია ძალიან კარგი, ტორონტო, ვენეცია და სან სებასტიანი თითქმის ერთდროულად არის სექტემბრის თვეში. და რობერტ დე ნიროს ნიუ-იორკის ტრაიბეკა არის და ნოემბერში არის A5 ფილმ ფესტივალი ამერიკან ფილმ ფესტივალ, რომელზეც მე მიმუშავია, ორჯერ ვიმუშავე და აი ჩემთვის ნომერი პირველი ეგ ფესტივალია, ყველგან ვარ ნამყოფი ამ ფესტივალზე. ის სულ სხვა გარემოა და იმ ფესტივალზე რომელი ფილმებიც ხდება, ძირითადად ისინი მერე გადის ოსკარზე რა. თან ყველა ლოს-ანჯელესში ცხოვრობს ძირითადად და ეს ყველა მსახიობები, რეჟისორი, ყველანი ესწრებიან და ბევრ პრემიერაზე ვარ ნამყოფი და მოკლედ მეც ძალიან მინდა რომ A5-ზე მივიღო ამ ფილმით მონაწილეობა და ვამზადებთ როცა გაიხსნება ეხა ფილმების მიღება, აუცილებლად მივიღებ მონაწილეობას. და ყველას გელოდებით მოკლედ ფილმის პრემიერას და გავაზიაროთ ერთად სიყვარული. ეხა ჩვენ კინოთეატრების პრობლემაზე კი ვისაუბრეთ, მაგრამ ჩვენ არ გვაქვს კინოსტუდია თავის პავილიონებით, იმ დონის როგორიც საჭირო ყოველ შემთხვევაში და აი ბულგარეთის თემა ვახსენეთ ნიუ ბოიანამ რაც გააკეთა ბოლო 10-15 წელიწადში, მე მგონი ისტორიას არ ახსოვს დასაწყისში ალბათ ჰოლივუდი რო შეიქმნა, ნიუ-იორკიდან რო წავიდნენ და ჰოლივუდი რო შეიქმნა, მაშინ მოხდა ეგ და მეორედ ბულგარეთში მოხდა, იმიტომ რომ დღეს მთელი ჰოლივუდი გადასულია ბულგარეთში, ნიუ ბოიანაში, სადაც არის მთელი მსოფლიო ფაქტობრივად, იმიტომ რომ ნიუ-იორკის ქუჩა გინდა ნიუ ბოიანაშია, ტოკიო გინდა მანდარი, ლონდონი გინდა, პარიზი გინდა, აი ნების აღარ გჭირდება რომ მთელი მსოფლიო მოიარო, ყველაფერი არის ერთ ადგილზე თავმოყრილი. პლუს ლოჯისტიკის პრობლემა მოგვარდა, აღარ გჭირდება გადასაღები მოედნის შევსება ტექნიკით, თვითმფრინავით გადატანა, გადმოტანა, ყველაფერი ადგილზე გვხდება. ტექნიკური პერსონალი ადგილზე გვხდება. ჩადიხარ მარტო მსახიობები, რეჟისორი, ოპერატორი, მხატვარი, ვიზაჟისტიც გვხდება, ყველაფერი, ანუ სრულად უზრუნველყოფილი ხარ რა. და მთელი ჰოლივუდი ბოლო 10-15 წელში რაც კი მსხვილ ბიუჯეტიანი ბლოკბასტერი შექმნილა, ყველა არის გადაღებული ბულგარეთში. ბულგარეთი ძალიან კარგად განვითარდა მაგ მიმართულებით, ან ბულგარეთს ყავს ძალიან კარგად გაწვრთნილი მეომრები ისტორიული ფილმებისთვის და ხშირად ამ ბულგარეთის ამ ექსტრა მეომარ მსახიობებს იყენებენ და ძალიან კარგადაც და თვითონ ბულგარეთის კინოს არაფერი არ ამით, მაგრამ სამაგიო ბიუჯეტი შეივსო უზარმაზარი თანხებით. ეს შეიძლება რომ ქვეყანამაც კარგად გამოიყენოს და ძალიან ბევრი მაგალითია, მაგალითად ატლანტაში არაფერი არ ხდებოდა კინოგადაღების მხრივ და აი ჯორჯია შტატმა 45-50%-იანი თანხის დაბრუნება, ანუ tax rebate ეს ქვია, საგადასახადო პოლიტიკა შეიმუშავა. ჯორჯიაში არის აშენებული დღეს ძალიან ბევრი უდიდესი პავილიონები და აი ჰოლივუდი რომელიც ფაქტიურად აი შეიძლება სხვაგან გადიოს, ნიუ-იორკში გადიოდნენ სხვადასხვა ქვეყნებში, მაგრამ 90% მაინც იქ ხდებოდა, დღეს ძალიან დანაწევრებულია უკვე და ახალი ზელანდია კიდე ამისი ძალიან დიდი მაგალითი, რაც ბეჭდების ბრძანებელი ჰობიტი გადაიღეს, აი სასწაულად ააშენეს. ახალ ზელანდიაში პიტერ ჯექსონს ძეგლი უნდა დაუდგა. კი, რომ თვითონ თავად ახალ ზელანდიელია შეიძინეს ჯერ ბეჭდების ბრძანებლის უფლებები გადაიღეს და 5 წელი იღებდნენ და წარმოვიდგინე 5 წელი ეს ამდენი მაგარი მსახიობი, კინომწარმოებელი, კინოშემოქმედი და ააშენეს ჰობიტების სოფელი, ქალაქი, რომელსაც ეხლა ტურისტულად სასწაული მიმართულება აქვს და მე თვითონ ვარ შესწრებული ახალი ზელანდიის ავიახაზი ლოს-ანჯელესიდან ბრუნდებოდი თბილისში და რომ შევდიოდი აეროპორტში, უცებ გვერდზე ჩამიარა, ახ მანქანით შევდიოდი და ისია ტრასები რა, რომ შეგიძლია შეხედო თვითმფრინავების მოძრაობას და უცებ შემოვიდა ჰობიტის ურჩხული. მეთქი რა არის და მთელ თვითმფრინავზე იყო როგორც დიდი პოსტერი, სარეკლამო პოსტერი, ეს
ჰობიტის ეს სმაუგი ხო სმაუგი და აი ცეცხლის ფრქვეველი და უცებ გეგონება რომ მართლა ურჩხული მოფრინავს რა და ეს არის უმნიშვნელოვანესი როგორც სახელმწიფო საქმიანი სფერო და კინომწარმოებლები ერთმანეთში რომ კარგად ალაგებენ ასე ვთქვათ სიტუაციას რომ მიმართულება არის ქვეყნის განვითარებისთვის და კინო განვითარება და ჩვენ იმდენი ისეთი კულტურა გვაქვს, ისეთი ისტორია, რომ არ შეიძლება რომ ეს კინოში არ გავუცოცხლოთ რა. სხვა ასევე მნიშვნელოვან თემებთან ერთად, მაგრამ ყველა ქვეყანა ამას ცდილობს. თურქეთი დღეს ფაქტიურად აი ამ ჩვენს გარშემო ნომერი პირველი კინომწარმოებელია, სადაც 90% მათი წარმოებული ფილმები გადის ტელევიზიითაც, კინოშიც და ძალიან ბევრ ქვეყანაში არის გაყიდული მაგათ სერიალები საქართველოს თამადობით და ეს დაეხმარა თურქ მსახიობებს, რომლებიც თამაშობენ საერთაშორისო. რა თქმა უნდა, ეს პრაქტიკაა და გამოცდილება და საქართველოს ყველაფერი აქვს ამისთვის რა. უბრალოდ ერთი ნება არის საჭირო, რომ ეს ყველაფერი კარგად განვითარდეს და იმედია ძალიან მალე ეს იქნება და ჩვენც რაღაც ჩვენი წვლილი უნდა შევიტანოთ და დღეს პავილიონები ჩვენ არ გქონდა, ანუ ქართულ ფილმს გქონდა პავილიონები, მაგრამ ის სატელევიზიო პავილიონებად იყო გადაქცეული ერთი პავილიონი იყო დარჩენილი და შემდეგ ის ისე ტელევიზიის პავილიონად იყო ეხლა დაბრუნდა და ჩვენი მეგობრები არიან ჯაგა გრიპი ასე ქვია და მათ აქვთ ეს პავილიონი აღებული ასევე ერთი პავილიონი აშენდა ოღონდ როგორც ანუ გადასაღები პავილიონი რაც მნიშვნელოვანია ჩვენ მეგობარი ასე ტატომ გააკეთა და შეიძლება უკვე აი იქ გაკეთდეს დიდი გადაღება რომ შენ შიგნით რაღაცა ააშენო მოაწყო რაც საშუალება არ იყო ასევე იყო აბრეშუმის ქარხანაში Silk Factory Studios პავილიონი რომელიც აღარ იქნება სამწუხაროდ და სხვაგან გადააქვთ და აი ეს ნელ-ნელა მიდის რა კინოცენტრიც კი აუცილებლად ვისაუბრებთ კინოცენტრს ბევრი კაი პროექტია განხორციელებული ბოლო რავი 1-20 წლის განმავლობაში განსაკუთრებით ბოლო 10 წელიწადში ძალიან ბევრი ფილმი დამზადა კინოცენტრის ხელშეწყობით და გაიგზავნა ხან ოსკარზე და ხან არ დარჩა ფესტივალი სადაც არ გაიმარჯვა ფილმმა და ნაჩვენები არ იყო და ბოლო აეყაძე 1 წელი თუ წელიწადნახევარი 2 წელი ნუ საერთოდ აღარ ისმის კინოცენტრისგან არაფერი და აი ესეც პოლიტიკური ამბების გამო მარტო ამის გამო თუ რამე სხვა შეიცვალა. ანუ სამწუხაროდ პოლიტიკა ძალიან იჭრება რა. ყველგან რაც არ ვიცი, არასწორია რა. ანუ შენ შეგიძლია შენი აზრი გქონდეს რა, მაგრამ ის რომ პოლიტიკა ვნებდეს სხვადასხვა მიმართულებას არასწორი, იმიტომ რომ ეს პირველ რიგში ქვეყანას ვნებს შემდგომში და კინოცენტრი არის ესე ქვია რა, ეს არის კინოცენტრი, რომელიც საქართველოს ეროვნული კინემატოგრაფიის ცენტრი, რომელიც განსაზღვრავს პოლიტიკას ქვეყანაში. და როგორც განისაზღვრება პოლიტიკა კი ხედავ. ამიტომ ბევრი რამეა გამოსასწორებელი. სამწუხარო არის რომ კონკურსები რო ცხადდება, არის მხოლოდ სოციალური დრამის დაფინანსების მიმართულება. იქ შენ მე 2010 წლიდან მივიღე მონაწილეობა, 15 წელია რამდენიმე კონკურსში მივიღე მონაწილეობა, სამწუხაროდ ვერც ერთში ვერ გავიმარჯვე, იმიტომ რომ ჩემი ჟანრი, ასე ვთქვათ, ისტორიული ბიოგრაფიული ჟანრი არ არის პრიორიტეტული, როგორც კინოცენტრისთვის, არც ქვეყნისთვის, არც ბიზნესისთვის, სამწუხაროდ. ყველა სადღეგრძელოში ჩვენ სამშობლოს და ჩვენ გმირებს ვადღეგრძელებთ, მაგრამ საქმით ძალიან ცოტა რამეს ვაკეთებთ და რაც განხორციელდა რამდენიმე კარგი პროექტი იყო, მე მაგალითად ვთვლი, რომ სოციალური დრამა არ ანვითარებს კინომიმართულებას, რა თქმა უნდა ის ფილმები უნდა დაფინანსდეს, მაგრამ ალტერნატიულად სხვა ჟანრიც უნდა დაფინანსდეს, იმიტომ რომ რეჟისორმა ერთხელ გაიმარჯვა, გადაიღო არაფერი შედეგი ისეთი. ამ ფესტივალზე კი გაგაქვს, მაგრამ მაყურებლისთვის ეს ჟანრი შეიძლება პირველი ქართული რამდენიმე ფილმი საინტერესო იყო, მაგრამ შემდეგ არ არის. დავდივართ ხო კინოთეატრებში ყველანი და ქართულ ფილმს არ ყავს მაყურებელი რა, ძალიან იშვიათად რომ რომელიმე ფილმს ყავდეს და ეს არის სოციალური დრამა, რომელიც არ არის მაყურებელზე რეალურად გათვლილი და ეს ფილმები შეიძლება ეს ჟანრები დაფინანსდეს, მაგრამ ამავე დროს უნდა იყოს ისტორიული, ფანტასტიკის, კრიმინალური დრამა, საშინელებათა ფილმი, ანუ ყველას და რეჟისორები ძალიან მოკლებული არიან ამ შესაძლებლობას და ფუფუნებას, ან ბიზნესი აფინანსებდეს, ან
ინვესტიცია იდებოდეს ან სახელმწიფო სხვა მიმართულება და ერთადერთი ეს კინოცენტრია ძალიან მწირი ბიუჯეტით და ფაქტიურად კინო არის დღეს დაჩაგრულ მდგომარეობაში კანონმდებლობითაც ბიუჯეტი კინოცენტრის მთლიანი ბიუჯეტი ყოველწლიური ბიუჯეტით ერთ ფილმსაც ვერ გადაიღებ 7 მილიონი ლარია ეხა როგორც ვიცი რა გაზრდილი ბიუჯეტი 3-იც არ არის რა ფილმს გადაიღებ ვერ გადაიღებ გადაღებით როგორ არ გადაიღებ მაგრამ 100,000-აც გადაიღო მაგრამ მე ვიძახი მასშტაბურსა ნორმალურ ფილმს რაც შეეხება აქტივობას ხო აი ეს აქტივობა ალბათ ამითია გამოწვეული რა ეხა მე არა ვარ შიგნით ამ კინოცენტრთან ფაქტობრივად არ მაქვს მე რა ამ კინოცენტრთან სამწუხაროდ სურვილი მქონდა მაგრამ იმდენად ჩემი გადმოსახედიდან ბევრი რამე არასწორად ხდება რომ დრო იხარჯება რა და ჯობია რომ მე აი ესე ვიწვალო და რაღაც შევაგროვო თანხა ჩემი პირადი თანხა მეგობრების დახმარებით აი ესე ხალხის მხარდაჭერით კრაუდფანდინგი რაცა ჩემი მიმართულება ეს არის და ესე კეთდება დამოუკიდებელი კინო უნდა არსებობდეს პირველ რიგში არ არის აუცილებელი ყველა ფილმი კინოცენტრმა დააფინანსოს და აი ზუსტად მეორე პრობლემა რა არის კომერციული კინო უნდა არსებობდეს აი როგორი სტრუქტურა არის ხა რასაც მე ვარ შეხებული შენ თუ კინოცენტრისგან დამოუკიდებლად აკეთებ რამე ფილმს თითქოს კეთროვანი ხარ აი კეთროვანი ხარ ამ სფეროში როგორც საქართველოში და ევროპაში იმიტომ რომ ნებისმიერი ღონისძიება რაც ტარდება კინოსფეროში არსად არ გეძახიან რა აი კინოცენტრის დაფინანსებული თუ არა როგორი მაგარი ფილმიც არ უნდა გადაიღო იმაზე ვერ გააგზავნი წლის ბოლოს ოსკარზე ვერ გააგზავნი არა გააგზავნი მაგრამ არ აგირჩა კინოცენტრი აგზავნის კინოცენტრი აგზავნის მაგრამ კინოცენტრის აი ამ მე მიმიღია რა კი შეგიძლია მიიღო მონაწილეობა მაგრამ არასოდეს არ აგირჩევს თუ მისი წარმოებელი არ არის ამიტომ ეს უნდა შეიცვალოს იმიტომ რომ კინო ან მარტო კინოცენტრის საკუთრება ხო არ არის ან ის ფილმები კაია რომ დააფინანსა გადავიღეთ გასაგებია მაგრამ იმის იქითაც ხო იქნება და ისიც ხო ქართული წარმოება მე როგორ არის შენ თუ კინოცენტრი კულტურის სამინისტრო არ გაფინანსებს არც ერთი სხვა ევროპული ფონდი არ დაგაფინანსებს რა იმიტომ რომ შენი ქვეყანა თუ ხარს არ გიჭერს სხვა არ გიჭერს მე პირადად რასაც შევეხე მე საქმიან სფეროს რო შეეხო ანუ ინვესტორთან უცხოელი ინვესტორთან გაქვს საქმე პირველ რიგში გეკითხება რომელი ქართველი ბიზნესმენი გიჭერს ხარს მე შენ ხო ისედაც ხარ რა ანუ შენი ფილმია ბუნებრივია შენ დაუჭერ მაგრამ თუ სხვა არ გიჭერს ანუ შენი ქვეყნის ბიზნესმენმა თუ მხარი არ დაგიჭირა მე რატომ უნდა დაგიჭირო რა ანუ ისიც იხურება მე აგზავნი და რჩები ანუ მარტო ხარ რა და ეს საიდანღაციდან ხო უნდა მოიტანო თანხა რო ფიზიკურად შექმნა ფილმი მცირე იქნება თუ დიდი ბიუჯეტი მე ფესტივალები როგორც არის ანუ ეს ფესტივალები ხო არის თავის წრე აქვთ რა ეს კინოცენტრები როგორც საქართველოში ასევე მთელ ევროპაში ხომ არის და პირველი კატეგორიის ფილმები განსახილულად არის კინოცენტრების მიერ დაფინანსებული ანუ იქაც მეორე და მესამე კატეგორიაში ხარ ანუ იმ ფილმებმა რომლებიც სხვადასხვა ქვეყნის კინოფონდებიდან და კინოცენტრებიდან არის დაფინანსებული პრიორიტეტში არიან ნებისმიერ ფესტივალზე მოსახვედრად რა შენ უნდა გააკეთო რაღაც სასწაული ფილმი რომ ძალიან გახმაურდეს და ესე ვიღაცა გაიგოს და რთული სისტემაა კინო და მაგრამ მეორეს მხრივ გადის ეს ფილმები კინოთეატრში და მაყურებელი არ დადის რა და 6-5 კაცი 3 თვე იყო კინოთეატრში და 120 ჩვენება გავაკეთეთ იმის გარდა და არ შეიძლება რომ ეს მესმის შეგიძლიათ დააფინანსო მაგრამ როგორ შეიძლება რომ ისტორიულ ფილმს საქართველოში მხარდამჭერი არ ყავდეს ხო არასწორია და მე ხშირად კომენტარებში მეც მიწერენ და საერთოდაც წერენ რომ რატომ არ იღებენ ქართველი რეჟისორები ასეთი გმირები ყავს და ისტორიულ ფილმებს როგორ უნდა გადაიღო ფიზიკურად როგორ ძალიან დიდი სურვილი მაქვს მეც და დარწმუნებული ვარ სხვებსაც მაგრამ ფიზიკურად როგორ გადაიღებ ანუ სახელმწიფო მხარს არ გიჭერს ბიზნესი მხარს არ გიჭერს შენ ხარ ამ ხელას უნდა გაწვდე და შენ რო გახვიდე მე რომელიმე დიდ სტუდიასთან რასაც მე გეგმავ და მაქვს ურთიერთობები გამოცდილება უნდა გქონდეს გამოცდილება ვერ დაგიგროვდებ როგორც ის არის ხო იცი ახალი ანუ სტუდენტს რო დამთავრებული აქვს უნივერსიტეტი და ჩვენთან გამოცდილება რო არის რომელიც 20 წლიან გამოცდილებას და 10 წლიანს თხოვენ ახალ კურს დამთავრებულს ხო მაგრამ სტუდიას სჭირდება რომ შენ საკმარისი გამოცდილება გქონდეს რომ შენ გენდოს რა რომ ბიუჯეტს რო ითხოვ შენ ხო იმისი ათვისება შესრულება და კარგად განხორციელება უნდა შეძლო და გამოცდილება თუ არა გაქვს ვერ შეძლებ ვერანაირად
აი ამიტომ ცოტა რთული სფეროა და ნაბიჯ ჩვენი მაყურებელი ეს ამისთვისაც არის ეს ჩვენი კინოპოდკასტი რომ ჩვენი მაყურებლის კინო ცოდნა და კინო განათლება აი როგორ ხდება შიგნიდან ეს სამზარეულო როგორ საქართველოში ისე მსოფლიოში გავაცნოთ რომ მათ უფრო მეტად გაიაზრონ რა მნიშვნელობა და რა სირთულეა რა მნიშვნელობა კინოს შექმნას, კარგი ფილმის შექმნას და ასევე რა რთულია და ჩემთვის ნებისმიერი ხე ქართველი კინოშემოქმედი გმირია რა, იმიტომ რომ ამ ვითარებაში კინოს გაკეთება, თუნდაც მცირე დაფინანსებით თუ ესე შენი მოპოვებით ძალიან დიდი საქმეა და ის რომ დღეს ცოცხლობს აი სასწაული იყო საბჭოთა კავშირის დროს კინოშემოქმედება, ანუ ზენიტში იყო საქართველოსი და იმ ნიშნულს რომ დაუბრუნდე, აუ სასწაულია გასაკეთებელი. დაუბრუნდები, იქინა გამომდინარე რომ ძალიან უნდა განვავითაროთ კიდე მე ძალიან დიდი მონსტრი იყო, ძალიან დიდი ბიუჯეტით ძალიან დიდი და უდიდესი ფილმები შეიქმნა. ძალიან პატრიოტული ფილმები რაღაცაში მაინც გამოვიყენეთ ის საბჭოთა კავშირი, მარტო იქ არ ვიყავით ჩაკეტილი. შემოქმედება იყო რა და სასურველია რომ ესეც შესაძლებლობა არის რომ განვითარდეს ძალიან კარგად და შესაძლებლობა არის თუ დაუბრუნდებით აი რითიც დავიწყეთ რომ ბიზნესი ანუ შენ ხელისუფლებას ვერც ერთ ხელისუფლებას ვერც ერთ მთავრობას ვერ მოთხოვ რომ კინოთეატრი ამიშენე, დამიფინანსე ფილმი 10 და 20 ფილმი წელიწადში, მაგრამ მოსთხოვ სხვა რაღაცას. მოსთხოვ იმას, რომ კანონმდებლობის დონეზე ისეთი შეუქმნას, რა ქვია, პირობები ბიზნესს, რომ ბიზნეს უნდოდეს, რომ დააფინანსოს კინო. ბიზნეს უნდოდეს შექმნას კინოთეატრების ქსელი სხვადასხვა პატარ-პატარა ქალაქებში თუ სოფლებში. ბიზნეს უნდა მოუნდეს ამის გაკეთება და ბიზნესი არ უნდა იჯდეს შეშინებული რომ ანუ ბიზნესს უნდა კონდეს სურვილი რომ ინვესტიცია განახორციელოს რომ და კარგად დაიგეგმოს რომ ეს ინვესტიცია საქართველოს კინოთეატრებიდან ამოვიდეს შემოსავალი რაც არის და ასევე ისეთი პროექტი გაკეთდეს რომ საზღვარგარეთად შესაძლებელი იყოს გაყიდვა მაგრამ სახელმწიფოს ნახე რა აქვს ნებისმიერ ქალაქში ჩადიხარ და ხედავ რომ ან მაღაზია ან სათამაშო ცენტრი ან საწყობი იმ ტერიტორიაზე სადაც ადრე კინოთეატრები იყო ანუ კინო დღესდღეობით არის მარტო ბორჯომში, აი კინოში მივდივარ, რო თქვა და წახვიდე სხვა შენობაში და არა მაგალითად დიდ სავაჭრო ცენტრში, სადაც ძალიან კარგი კინოთეატრებია, მაგრამ აი კინოში რო წავიდი, არის ერთადერთი დარჩენილი ბორჯომი. და ბორჯომში მიდიხარ და დახურულია სასწაული, там 280 კაციანი ულამაზესი დარბაზია. ბორჯომის ცენტრალურ პარკში კი იცია კინოთეატრი რა. და როგორ შეიძლება ის არ მუშაობდეს რა. მან თქონდა 6 მეს ანუ მე ბორჯომი ძალიან მიყვარს და ბევრი მოგონება და საქმე მაკავშირებს და 6 მეს პრემიერა სპეციალურად მან გავაკეთეთ. გააზიარეს ყოველს პრემიერასაც აუცილებლად გავაკეთებ თავის წითელი ხალიჩით და ეს უნდა ამოქმედეს. მუშაობს რა, მე დახურული კი დახურულია რა. შეიძლება რაღაც ღონისძიებაზე იმუშაოს, მაგრამ უნდა ამუშაო. აი ბორჯომს რო ესეთი მაგარი კინოთეატრი არ მუშაობს, არ არის სწორი, არ არის მართალი რა. შენი საყვარელი ქართული ფილმი რომელია? ეს რთულია ესე თქვა ერთი. ყველა დროის თუ ბოლო ხანებში თუ რა? აი, ყველა დროის უფრო რა. არ ვიცი, ყველა დროის ესე არ მიფიქრია, მაგრამ ძალიან მიყვარდა ბავშვობისას გეტყვი და ეხლა ბავშვობაში ძალიან მიყვარდა როცა აყვავდა ნუში. აუ, სასწაული ფილმია. იმიტომ რომ ლანა ხოხბერიძეს აქ ბევრად უკეთესი ფილმები რა თქმა უნდა, მაგრამ ეს არის რაღაც სხვანაირი ფილმია რა, რაღაცნაირად უფრო ახლოს მოდის გულთან. და ეხლა ბოლო ხანებში რაც თან ახალგაზრდულია თან ის განწყობები, განცდები ძალიან კი, აი ისეთია რა, თბილისური კინოა რაღაცნაირი და ეხლა ბოლოს ბევრი ფილმი ვნახე ძალიან განსაკუთრებით ფესტივალებზე, მაგრამ ყველაზე მეტად დამამახსოვრდა ზამთრის დეპრესია. რომელიც განსხვავდება აი ამ ერთი და იგივე თემაზე გადაღებული ფილმებისგან, ანუ ნარკომანია, რაღაც ქუჩის გარჩევები, ხოცვა-ჟლეტა და აი ამ თემისგან განსხვავდება და მაგიტო უფრო მომეწონა და ძალიან კარგად გადაღებულიცაა თვითონ ოპერატორის ნამუშევარია, სასწაული და მსახიობებიც ისე თამაშობენ თითქოს კი არ თამაშობენ, აი დოკუმენტური ფილმებითაა რა, აი კამერა ჩართულია და ესენი მართლა ეგრე იქცევიან. არ არის ისეთი აი დადგმულ სპექტაკლივით ნათამაშები არ არის და ეგ მომეწონა ძალიან გამორჩეულად რა. ნარიმანიძის ფილმი. ნარიმანიძის კი ბატონო თაზო. თაზოს კი. ძალიან სხვანაირად ჩამრჩა გულში ესეთი ფილმია. კი, საერთოდ ეს მსახიობები ძალიან ის ბუნებრივად კარგად ასრულებენ. ეგ მომეწონა, უცნაურია ქართულ კინოში, რომ აი რუსულად არის ნაიგრიში რო არის, რა ძალიან
კარგი ფილმია. ჩვენიერი. არა, სხვაც ბევრი ძალიან, მაგრამ ხო და აი წარმოიდგინე რა, რომელი მოგწონს? კარგი ფილმი შეიძლება გადაღებული იყო და აი ეგ მინდა რომ ყველას შეუწყოთ ხელი რა მაქსიმალურად და ხო აი სანამ ჩემსაც ვიტყვი რომ ნებისმიერი აი ახალი ფილმი რომელიც შეიძლება იგეგმება რომ გამოვიდეს ქართული ფილმი კინოთეატრებში ან რაიმე გადაღების მომენტი არის ყველგან რომ გვერდში გვიგულონ ქართველმა რეჟისორებმა, პროდიუსერებმა რომ ტრეილერსაც გავუშვებთ და მაქსიმალურად გავავრცელებთ ნებისმიერ ანუ ახალი ქართული ფილმის გამოსვლას რომ საინტერესო იყოს მაყურებლამდე ჩვენი მხრიდანაც რომ გავუკეთოთ სარეკლამო ხარდაჭერა რა ჩემი საყვარელი ფილმი რაღაც მე ისეთი განცდა აი ღიმილის ბიჭები მიყვარს ძალიან მაგრად რა ეგ ძველებიდან, ახლებიდან მანდარინებს გამოვყოფთი რა. ხო, აი რატო არ გამახსენდა მანდარინები. ძალიან მომეწონა. თან მაშინ ლოს-ანჯელესში ვიყავი, რომ მონაწილეობდა ოსკარის აი შესარჩევი იყო ხუთეულში უკვე იყო ნომინირებული და მზაზაც იყო ჩამოსული შევხვდი და ჩემი ერთ-ერთი უფროსი მეგობარი არის ტიმ ანგულო და ტიმ რომელიც არის ოსკარის აკადემიის წევრი და ასევე საერთაშორისო ფილმების იქ დაყოფილია რა სექციებად საერთაშორისო ფილმებს კონკრეტული ჯგუფი აძლევს ხმას მსახიობებს სხვა და ტიმი კონკრეტულად ამ საერთაშორისო მხატვრული ფილმების მიმართულებით იყო და არ ქონდა ნანახი სანტა-ბარბარაში ცხოვრობს და მეთქი ტიმ აი ხა ჩვენება იქნება გზაზას ფილმის აი ჩვენი საქართველოს რაც არის და ხა მაშინ პრინციპში ესტონეთიდან იყო წარდგენილი მაგრამ ჩემთვის ქართული ფილმია რა და დაუპატიჟე 40-60 კი დაუპატიჟე ჩამოვიდა უყურა და მოეწონა რა ფილმი და მეთქი ერთი ხმა შენზეა ხო და ზაზაც იქ იყო შემოვიდა ძალიან კარგი ის იყო კითხვა პასუხი და ძალიან სამწუხაროა რომ ესე უდროოდ გარდაიცვალა ნათელში აღოსმის სული რა ერთმა და მოვიგონოთ და აი ეს არის ერთმანეთის გაგება და მხარდაჭერა უნდა შეგვეძლოს რა და ბევრი ნიჭიერი რეჟისორია, შემოქმედია, მსახიობი და ამ ყველას შესაძლებლობა ხო უნდა კონდეს რომ განავითარონ ანუ რატომ ანუ მე მინდა რომ ისეთ ქვეყანაში ცხოვრობდეთ სადაც მე რა ჩემ გულს რაც უნდა იმის გაკეთების შესაძლებლობა მქონდეს რა კინო იქნება მხატვრობა ცეკვა საკ ბიზნესი თუ რა ნებისმიერი სხვა მიმართულება რაც მე სურვილი მაქვს ის მინდა რომ გავაკეთო რა და ყველაზე შეზღუდული ალბათ დღეს კინოა იმიტომ რომ კინო მაინც დიდი ანუ გუნდური სამუშაოა რა დიდი ჯგუფი გჭირდება რომ შენეს შექმნა შედარებით უფრო მეტი ფინანსები ვიდრე ნებისმიერი სხვა შემოქმედებითი სფეროსთვის და ამიტომ ყველაზე ძვირადღირებული ხელოვნება თეატრმა უშუალოდ თავს და რაღაცა იპოვა გამოსავალი სახელმწიფოზე არის დამოკიდებული დღეს თეატრი ძირითადი ნაწილი და კინო ძალიან მინიმალურად და არ უნდა იყოს რა დამოკიდებული ჩვენ უნდა შევქმნათ ისეთი გარემო, სადაც კინო არ იქნება სახელმწიფოზე დამოკიდებული. საერთოდ არ უნდა არსებობდეს. როგორ? საერთოდ არ უნდა არსებობდეს კინოცენტრი. ანუ იმას გულისხმობ, რომ რეჟისორები არ უნდა შესციცინებდნენ ხელისუფლებებს, რომ აუ რამე მომეცი, რომ ისე უნდა იყოს აწყობილი ბიზნესი, რომ პირიქით, ანუ ვაფშე არ უნდა ჩარიო სახელმწიფო არაფერში. შენ რო რაღაცას აწარმოებ, მე ეს ხო შეგაქვს სიტყვაზე, ანუ ლიმონათი არის თუ შოკოლადი გასაღების ბაზარი გაქვს ხო შეგაქვს სუპერმარკეტში, მარკეტში, მაღაზიაში, გასტრონომში, ათასი ადგილი. ხო და ეს არ არის ფიზიკურ და ეს გადის უკვე დიდ ანუ მოსახლეობის სრულ მასაზე. და კინოს რო აწარმოებ, შენ გაქვს მხოლოდ თბილისის მასშტაბი და ძალიან მცირედ ანუ ბათუმი, ქუთაისი, სადაც მე ვერ ხვდები ქუთაისში კინოში რატო არ დადის ხალხი რა. ან დიდად არც ბათუმი აქტიურობს და ხაშური არის, აი საჩხერეში რომელშიც თაში ერთხელ შეიძლება გავიდეს და ეს რო ყველა ქალაქში იქნება უკვე კინოც შესაბამისად შენ უკვე დისტრიბუციის ადგილი გაქვს რა. აი ეს ანუ დავასრულებდეთ მაყურებელს ვთხოვოთ რომ ჩვენი კინო პოდკასტისთვის სახელი შეგვირჩიოს. კი, მართალი ხარ, ანუ დღესდღეობით ეხა აი აქ რა ეწერება მომავალში, რომ მაყურებელმა გადაწყვიტოს და მე შევხედავთ და ავარჩევთ საუკეთესო ვარიანტს. ამიტომ გვაქვს ასევე ნებისმიერი ხარდამჭერი, ვისაც აქვს ჩვენი პოდკასტის ხარდაჭერის სურვილი რეკლამის განთავსების შეიძლება იყოს
სასმელი თუ სხვა მიმართულება, ასევე გადაცემის სახელი შეუძლიათ რომ გამოგვეხმაურონ ძალიან კარგი ჩვენ მაქსიმალურად ვიქნებით მაყურებელთან ჩართული ჩვენ პირველი ეს გადაცემა ასე ვთქვათ მოთელვა არის ჩვენთვისაც და სხვა შემდეგი გადაცემები უფრო შეიძლება გასვლაც გქონდეს სადმე ან გადასაღებ მოედანზე მივიდეთ პრემიერას დავესწროთ და ძალიან აქტიური გაშუქება გვექნება და მაყურებლის ჩართულობაც მინდა და ასევე მინდა ვთხოვო რომ ჩვენ დემორიალზეც ან დემორიალი ან ვიდეო წარმოდგენი რომ ნებისმიერმა რეჟისორმა, მსახიობმა, დამწყებმა თუ უკვე აქტიურმა გამოგვიგზავნოს რომ გაუშვათ აი ისეთი 5 წუთიანი წარდგენა ახალი სახის ან ძველი სახის რომელმაც სხვადასხვა პროექტები განახორციელა და მანიცის და შეიძლება სხვა მარიცოდეს აი დემორიალი ქვია შენი მონაწილეობით ან შენს მიერ გადაღებული სხვადასხვა კადრების ერთობლივად ან ვიდეო წარმოდგენი დავარქვათ და ჩვენ მივცემთ შესაძლებლობას რომ ჩვენ გადაცემაში ეს ვიდეო წარმოდგენი გავიდეს და მე ამ ადამიანთანაც გარკვეული ინტერვიუ, მცირე ინტერვიუ გავაკეთოთ რომ მაქსიმალურად ხელი შეუწყოთ ახალი სახეების წარმოჩენას. კი ბატონო. მე მგონი დღეისთვის კი, ვისაუბრეთ ბევრ მიმართულებაზე, კი. პირველისთვის არა უშავდა. მოთელვა კარგი, ვივარჯიშეთ ასე ვთქვათ ეხლა. ხო, არა, ამაზე ისედაც ვსაუბრობთ ხოლმე და აი რასაც ისედაც ვსაუბრობთ ხოლმე, ეს ზუსტად ეგ და მე მოვიწევთ სხვადასხვა. კი, აი შემდეგი სტუმარი აუცილებლად კინოსფეროდან გვეყოლება, რომელიც ჩართული არის კინოწარმოების სფეროში და მასთან ერთად უნდა განვიხილოთ და კიდე ერთს დავამატებთ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ყველა სფეროში ტარდება გარკვეული დაჯილდოება, ანუ გამოვლენა იმ სფეროში მოღვაწე ადამიანების მიერ შექმნილი, რაც შეიქმნა ეს შემდეგ გადაცემაში ცლად ვისაუბროთ, აი კინოდაჯილდოებაზე ვისაუბროთ უკვე როგორ შეიქმნა ჰოლივუდის უცხოური პრესის ასოციაცია და მერე კინოაკადემია როგორ შეიქმნა და ასე შემდეგ და ყველა ქვეყანას აქვს, ყველა სფეროსაც აქვს, საქართველოშიც არის და კინოში არ არის რა. აუცილებელია შეიქმნას, იმიტომ რომ შენ სფეროში მოღვაწეობ, მუშაობ, ძალიან მნიშვნელოვანია შენი დაფასება მერე. და თან ვინ გაფასებს ეგეც მნიშვნელოვანია პროფესიონალები გირჩევენ უნდა იყოს და ასევე შენს გარეთ მდგომი ინდუსტრიებისთვისაც მნიშვნელოვანია შენ როგორ აფასებ შენ თავს რომ შემდეგ იმათმაც სათანადოდ დაგაფასონ და აი ეს რომ იარსებებს ანუ კინოს პრესტიჟი არის დღესდღეობით საქართველოში ასაწევი და ჩვენ აი მინდა რომ შევეცადოთ რომ მაქსიმალურად ავწიოთ ჩვენი საქმიანობით ყურადღებით საუბრებით სხვადასხვა სტუმრების მოწვევით რაც ჰოლივუდმა 100 წლის წინ გააკეთა და არასოდეს არის გვიან შეგვიძლია ზუსტად იგივე მაგალითზე ჩვენც წავიდეთ ისინი ძალიან ისე იწყებდნენ რა ეს 3-4 კაცი დაჯდა და მოიფიქრა და ეხლა სად მივიდნენ უკვე სასწაული ძალიან დიდი მასშტაბი არის რა და ჩვენც მცირე მასშტაბით დიდი საქმეები შეგვიძლია გავაკეთოთ რა და ყველანაირი შესაძლებლობა არსებობს დღეს შემოქმედებითი აზროვნებით და განხორციელებით საქართველოში ძალიან კარგი კინოკადრები არის რომ ისეთი დონის ფილმები გავაკეთოთ რომელიც ნებისმიერ უცხო Netflix-ზე, HBO-ზე თუ სხვა კინოდისტრიბუციის პლატფორმებზე შეიძლება განთავსდეს რა. გინდა ქართულად გადაღებული, გინდა ინგლისურად გადაღებულიც, ყველაფერი შესაძლებლობა გვაქვს რა. ბიუჯეტის გარდა ხვდები და აი ეს ბიუჯეტი არის მოსაზრდელი. თემებიც გამოიკვეთა, ესე იგი, კინოაკადემია, კინოჯილდო და სტრიმინგ პლატფორმები, სადაც გადაინაცვლა ფილმებმა კინოთეატრებიდან. დღეს ამით დავასრულოთ. ჩვენ წარმატება ქართულ კინოს. გულით და სულით მოვიკითხავთ კინოს ყველა მოყვარულს და ვინც მოყვარული გახდება.